საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ლია მელიქიშვილს, გიორგი გოგოლაშვილსა და ავთანდილ არაბულს მოусმინეს. განიხილეს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვის ფაქტები. ბარბაროსულად აღასრულეს ის დანაპირები, რასაც დაგვირდა ლომაიე რომ მოვიდა. ინტერვიუში თქვა, ნაჯახით ამოუძირკვავ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი. ჯავახიშვილის უნივერსიტეტი დღიდან მისი დაარსებისა ეს იყო ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე წვრილმანი არა უთხრეს ეგრე რომ მოხდეს მაშინ სისხლის სამართლის დანაშაული იქნებაო და დავრჩით წვრილმანებად ასე დღიდან უყოლებ. ჩვენ ვიცავდით სახელმწიფოს მტრებისაგან. ისინი არღვევდნენ კანონს, მათ შორის საკუთარ თავისივე მიღებულ კანონს. ჩვენ წავედით კანონის დაცვის გზით. თქვენ დამარცხდით და შეეგუეთ ამას. ამას გავუდმებით, გვაგონებდნენ, ჩვენ მოგვერივნენ, ჩვენ არ დავმარცხებულ ვართ. ერთ შემთხვევაში ვიქნებოდით დამარცხებულები, თუ ის ეგრეთ წოდებული რეფორმა, რომელიც მათ წამოიწყეს და განახორციელეს, იქნებოდა წარმატებული, გამარჯვებული და დღეს ჩვენ ვაღიარებდით, რომ მივიღეთ სკოლაში, საგანმანათლებლო სფეროში, უნივერსიტეტებში, უმაღლეს სასწავლებლებში და მეცნიერების სფეროში მივიღეთ აყვავება. დღეს შეხვედრაც დასტურია იმის, რომ ჩვენმა მაშინდელმა პროტესტმა სწორმა გაიმარჯვა ეს ყველაფერი, რომელსაც ერქვა უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო რეფორმა. ეს იყო დამიზნებული პირდაპირ უნივერსიტეტზე. მხოლოდ უნივერსიტეტში მოხდა ფაკულტეტების აი ასეთი სრულიად განუკითხავი გაერთიანება. 22 ფაკულტეტიდან მივიღეთ 6 ფაკულტეტი. მხოლოდ უნივერსიტეტში მოხდა კათედრების გაუქმება. ის კაბინეტები იყო უკვე ისტორიული მემკვიდრეობა. შოთა რუსთაველის კაბინეტი, ილიას კაბინეტი, ვაჟას კაბინეტი, გალაქტიონის კაბინეტი, ივანე ჯავახიშვილის კაბინეტი, მუზეუმები იყო. გაუქმება იყო ძალიან დიდი დანაშაული ისტორიის წინაშე. არა მხოლოდ გაუქმდა კი არა, გამოყარეს ეს ყველაფერი. მე დიდი სახალხო მეჭირა ხელში, როდესაც სამმართველოში მივედით. მიმქონდა განმარტებითი ლექსიკონის მასალები, რომ ჩამსვამდნენ, რომ სამუშაო არ გაცდენილი. ჩვენ ფიზიკური ძალადობაც მივიღეთ ჩვენს თავზე. რეჟიმის მიერ. კამპანია ჩვენი რეპუტაციის შემლახველი. მთელი იმ რეჟიმის არსებობის განმავლობაში ჩვენ დევნის ქვეშ ვიყავით. ვერსად ვერ დავიწყეთ მუშაობა, უკვე პატრიარქმა გადადგა არაჩვეულებრივი ნაბიჯი მაშინ სწორედ ჩვენს დასაცავად. სხვათა შორის პატრიარქმა მიგვიღო მაშინ როცა გვიჭერდნენ დაგლოცა. ამის გამო პატრიარქმა შექმნა ადრია პირველწოდებული სახელობის ქართული უნივერსიტეტი. მან თქვა, რომ ეს უნივერსიტეტის ძირითადი პროფესურა, სულ დამსახურებული პროფესურა რომ დარჩა გარეთ და ეს გამოსაყენებელია, ამიტომაც ჩვენ შევქმნათ ქართული უნივერსიტეტი და აგან ვავითაროთ. ის გვარები და სახელები, ვინც ამაში მონაწილეობდა, იქნებოდა ეს გიგა ბოკერია, სიმონ ჯანაშია, ლევან რამიშვილი, აქ ნახსენები იყო ვინმე ავალიანი, თეა თუთბერიძე, გიორგი კანდელაკი და მთელი ეს კმარა, გიორგი ონიანი, ჩიორა თაქთაქიშვილი, მათ როლთან დაგვჭირდება დაკავშირებით კვლევა, უნდა ელოდებიან ჩვენს მოწვევას ან დაბარებას. გასაგებია რომ ჩვენ რომ ვიბარებთ იმალებიან. მარტივია ალბათ რომ ქალ ან კაც მეცნიერს დაეტაკო და გამოაძევო რექტორის კაბინეტიდან, მაგრამ აქ მოსვლა როგორც ჩანს გაცილებით უფრო რთულია და მამაცობას საჭიროებს. მანამ სანამ ჩვენ დავიბარებთ, შეუძლიათ თავადაც მობრძანდნენ, მოусმენთ თუ უკვე არ არიან ქვეყნიდან ზოგიერთი მათგანი გაქცეული.